დაიღუპა 613 ადამიანის, საიდანაც 63 იყო ბავშვი. 106 ქალი, მათგან 70 მოხუცი. სრულიად განადგურდა 8 ოჯახი. სისასტიკით მოკლეს 56 ადამიანი. დასახი ჭრდა 487 და ტყვედ ჩავარდა 1275 ადამიანი. მოგვიანებით კი გაათავისუფლეს 1165 მძევალი. 150 ადამიანის კვალი კი სრულიად დაიკარგა. Müşkül 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს რუსეთ სომხეთის გაერთიანებული შეიარაღებული ძალებს თავი დაესხა აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალოს, რომელიც ისტორიაში ხოჯალოს გენოციდის სახელით შევიდა. ხოჯალოს ტრაგედია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საზარელი დანაშაულია მსოფლიო ისტორიაში. იგი სამუდამოდ აღიბეჭდა ადამიანების მეხსიერებაში, როგორც ყველა დროის ყველაზე სისხლიანი ფურცელი.